საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 6.6%-ით გაიზარდა და 690,000 გადააჭარბა. იმ პირების რაოდენობა კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, მილიონზე მეტია. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით საარსებო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 690,496-ში ადგენს. აქედან 460,603 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 229,893 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირია. რაც შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულ წლოვნებს, 2024 წლის დეკემბერში შემწეობის მიმღებთა შორის 270,712 ადამიანი 0-დან 18 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან იყო. მათგან 82,999 არასრულწლოვანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირის ოჯახის წევრია. ამასთან 1,213,529 ადამიანი თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში არიან რეგისტრირებული. საქსტატის მონაცემებით საქართველოში ამ დროისთვის 3,694,600 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ამ მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ დღეისათვის საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ხოლო ყოველი მეხუთე სიღარიბის ზღვარსქვემოთაა და სახელმწიფოს შემწეობას იღებს.